ხალხო გამარჯობა და მოვდივარ. ვინც იცით და მიცნობთ, იცით რომ მოვდივარ. ხო და ვინც არა და ბოდიში, დამაცადეთ ისა, განათებაც არ ამისია. ვაი ნანა. წუხელ დამირეკა ჩემმა ძმამ და რა ნახვა ისმის რით დადიხარო. გამარჯობა, დავჯდები ეხლავე. ეს თაიგული, ერთი უყურეთ ტიტებმა რაქნა. ნახე. წყალს რო ვასხავ, ტიტები გაიზარდნენ მარტო. დანარჩენები იკვდებიან, ტიტები იზრდებიან. ტიტებს რა ქვია ქართულად და ტიტები. გაიცადეთ? ჯერ როგორმე დავჯდები. ვაი, მოვედი. რა დღეში ვარ ხალხო? დაიცათ? არ ვიცი. ხო, დაიცა. გამარჯობა ხო გითხარით? ჯერ გამარჯობა ყველას. ყველას როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, ყველა კარგად იყავით. რავი, რამდენი ხანი არ მოსულვარ. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მაშინ მოვედი და მე აღარ მოსულვარ. ეხლა ხალათი მაცვია, უნდა გავიხადო და ჩემთვის მეცინებოდა რომ სანამ მანანას ეცვა კასტუმი, არ იქ აყბადაღებული იყო რომ მანანას კასტუმი და მანანას და ეხლა ტრენდია ხალხო ხალათები. TikTok-ზე, მე ხო TikTok-ის ისავარ ეხლა მაყურებელი. ხო და TikTok-ზე ყველას ხალათები, ხა ეს თბილი ხალათები, რა ვიცი, ცივა, ივიცი რომ მოთოვა საქართველოში, მაგრამ მანამდე ეცვა. ხო და ყველას ხალათები ეცვა და ეხლა ჩემ თავზე მეცინებოდა დილას რო ავდექი, გრილო და კარგი დღეა, მზიანი, იქნება 15 გრადუსი ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ისა რაღაცა გრილო და გვიან ავდექი და ეხლა მცხელა. ხო და რადგან ამცხელა, გავიხადოთ. მართალია ეხლა ვერ დავდებ და ვერ დავაწესრიგებ, მაგრამ ხო გავიხდი და აი ეგრე ვისა. ეგრე, ესეც ეს. ეხლა რა დროს ხალათია ვიტყვით, მაგრამ რომ მეცნებოდა მაგაზე ვთქვი. პირველ რიგში, ვაიმე, ერთი ღამე არ მიძინია გუშინ ღამე როდისღაც. დამარტყა თავში რომ ფიქრიას აქ დაბადების დღე თებერვალში და გაიარა ფიქრიას დაბადების დღემ და არ მიმილოცია. როგორ მიყვარს და როგორ გულით ვულოცავ და ყველაფერს როგორ სუსურვებ, ეგ მე და ღმერთმა ვიცით და ისა დავავიწყდა. საერთოდ ეგ ჩემი სუსტი წერტილია, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური გონება მაქვს, ანუ ტექნიკური რა, არა ვარ ისა, ჰუმანიტარული საგრებისკენ არასდროს არ ვიყავ. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებს კარგად ვიხსომებ და რა ვიცი მე რა, მეხსიერება კარგი მაქვს, არასოდეს არ ვიცი დაბადების დღეები. ჩემი ძმისა და დედაჩემის და ეს ოჯახის წევრებისა კი ვიცი და კიდე რამდენიმე ნათესავისა არ ვიცი როგორღაც, მაგრამ დანარჩენი შეიძლება რომ ჩემი ძმისშვილებისასაც დედაჩემი მახსენებდა ხოლმე და ეხლა ჩემი ძმა. ხო და ასე რომ თუ ვინმე ჩემი ახლობელი მიყურებთ და არ მოგილოცეთ, არ გაიკვირვოთ, ესე იგი რომ არ გამახსენდა, ანუ არ ვიცი, როგორ ვთქვა, არ ვიცი, არ მახსოვს. ხო და ეს ფიქრიასაც აქედან ვუხდი კიდევ ბოდიშს. ეხლა თანმიმდევრობით მივდივარ რა. დღეს რაღაცა ძალიან კარგად ვარ აწყობილი თანმიმდევრობით მივდივარ. ეხლა ჩემი ამბები გითხრათ. ნაკერები ამხსნეს ორჯერზე. კიდე თუ ვინმე მეტყვის ვიდეოს ბოლომდე არავინ არ უყურებს, ჩემი მაყურებელიც კი, იმიტომ რომ კომენტარებში რომ ვლაპარაკობ რომ მუხლის ესა ისა გავიკეთე და პროთეზი და ეს მაინც შეკითხვა არის კომენტარებში, ნანალის ოპერაცია გაიკეთეო და აქედან მე გამოვაკ დასკვნა რომ არ უყურა ადამიანმა ვიდეოს, უბრალოდ ალაგ უყურა. ეგ არაფერი არ არის, ვისაც როგორ გინდათ ისე უყურეთ, ვისაც არ გინდათ სუნ უყურებთ, არა მაქვს არაფრის პრობლემა ხალხო და არაფრის პრეტენზია. აბაბაბაბ, არ იფიქროთ. ჯერ საერთოდ და ეხლა მით უმეტეს კიდე. ხო და მოვდივარ აქა-იქა ვიდეოთი, იმიტომ რომ ვიცი რომ აინტერესებს ჩემი ვინც ძველი მაყურებელია, ვინც მიცნობს,
უბრალოდ ზოგს ინტერესის გამო აინტერესებს, ზოგს იმიტომ რომ ჩემი ამბავი პირადად ჩემი კარგი უნდა და ჩემი ამბავი აინტერესებს. მოვდივარ ჩემ ადამიანებთან. მე ვისაც უნდა მოусმეს, ვისაც არა, მოკლედ ეგ თქვენი ნება. ხო და ამ მუხლის ოპერაციაზე პროთეზი, მუხლის პროთეზი გავიკეთე და რამდენიმე კომენტარი იყო, რომ ვაიმეო, როგორად თქვიო, მასეთი რთული თუ არისო, აღარ მინდაო გადავიფიქრეო, არა და მჭირდებაო. არც კი ფიქრობთ ხალხო, ეგ გადავიფიქრე. ეხლა თქვენ მოგმართავთ, ვისაც მუხლის პრობლემები გააქვთ. რაც უფრო მალე გაიკეთებთ და არ წაიყვანთ პრობლემას ძალიან შორს და არ გაღრმავდება ის პრობლემა შიგნით მუხლში, უფრო ადვილად გადაიტანთ, უფრო ადვილად გამოხვალთ და უფრო ნაკლები ჩემნაირად არ დაიტანჯებით. ეს იყო ჩემი ბრალი და ეს მე მგონი აქ მამუქებს თუ მანათებს თუ როგორ არის. ეს იყო ჩემი ბრალი. ლომი, ვაი, ჩემი ლომები როგორ მიყვარს, თქვენ არიცით. ჩემი ლომები როგორ მიყვარს, ის საფენიც, ეს მერე დანარჩენები, ეს ორი ტოლად მიყვარს. რა ვიცი, თქვენ ხედავთ თუ არა და მე კი კარგად. ხო და რის თქმა მინდა, რაც უფრო მალე გაიკეთებთ მეთქი. ანუ არ დაგჭირდებათ მე მაქვს, რა ვიცი რა, მოკლედ პრობლემური იყო ჩემი მუხლი და იმიტომ მოხდა ასე და ნახოთ. ეხლა რაც შეეხება ფიზიოთერაპიაზე ხო დავდივარ და მეუბნება ეს გოგო რომ კარგად მივდივართ, რავი, მე რო გითხრათ სიმართლე, დიდად ვერა უგრძნობ რომ კარგად მივდივართ, იმიტომ რომ ტკივილები მაქვს. უკვე 3 ღამეა, ტკივილგამაყუჩებელი არ დამილევია, მარტო ერთხელ ავსვავ დღისით და ისიც შემიძლია რომ არ დავლიო და ნუ მაინც ავსვავ რომ არ მოვითმინოთქო და ღამე აღარ ავსვავ, 3 ღამეა აღარ დამილევია და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა, ძალიან მაგარი რამეა. ეხლა რაც შეეხება ხო, ფიზიოთერაპიაზე დავდივარ, რა ვიცი, გარეთ გავდივარ, საღამოთი მანქანითაც გავდივარ სასერუნდ, 2 ყავარჯმით, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ასე მაქვს გამოწერილი. სახში ისევ ამით დავჭოჭიალობ, მაგრამ იმიტომ რომ ეს უფრო მოსახერხებელია, გაუშვებ ხელს და არ წაიქცევა და ის ჯოხებისად მივაყუდო ხოლმე მაგაზე მიშლის ნერვები. მოდის გოგო, რომელიც მეხმარება და რაც მე მაგასავლოცავ ხალხო და რა ვიცი, მე რა არა გითხრათ არ ვიცი, ძალიან გუშინაც იყო. ეხლა სამშაბათს მოვა, იმიტომ რომ 2 შაბათს მე ჩვენ არ აქვს ცალია დილით ფიზიო მაქვს და საღამოთი ექთანი უნდა მოვიდეს კიდევ მოვალო, კიდე ხო უნდა გააკეთოს ფული ისა დავხედავო, კი აღარაფერია, ყველა მომხსნა, მაგრამ ერთი მოსვლა კიდე მოვალო, მედიკაციას გავაკეთებო და მე უკვე შენ თვითონ გააკეთეო და კაი ბატონო თქო. ხო, ეგრე გითხარით. ეხლა უყურე რა ხდება, რამდენადაც მიღებულია თქმა, ოპერაცია უფასოა. მაგრამ იმდენი დამიჯდა მე, რომ რავი, არ ვიცი, ჯერ სადახარ, იმიტომ რომ ეხლა ეს ფიზიოთერაპია თვითონ ერთი სეანსი 40 евро ხო ხის? არ ვიცი რამდენი, ეს ერთი თვე ვიკეთებ და რამდენი ხანი უნდა გავიკეთო, არ ვიცი. რაც უფრო მეტს გამიწელავს, მის ხეირია, არ ვიცი. ექიმს შევეკითხები მე. გარდა მაგისა, ყველაფერი ეს ექთანი რომ მოდის ყოველ მოსვლაზე 15 евро, სისხლი ამიღო 15 евро, თვითონ მედიკაცია, მოკლედ ეგენი ხო არის. ნუ ეს მასალა და მატერიალი რაც უნდა იყიდო, მაგასაც თავი დავანებოთ. ხო და გარდა მაგისა, ეხლა მარტის პირველ რიცხვებში რენტგენი უნდა გავიკეთო, რენტგენი უფასო არის, მაგრამ უფასო მომერგება თვეების მერე და მე მჭირდება ეხლა. ისე ვიძულებული ხარ უნდა გადაიხადო, არ ვიცი 50 евро ღირს თუ რაღაც. კარგი, მერე არის ექიმის კონტროლი. ექიმის კონტროლი, რადგან ამ კერძო კლინიკაში გავიკეთე, ისევ ექიმს კერძო კაბინეტში უნდა დაურეკო, დამინიშნა შეხვედრას და კიდე უნდა გადავიხადო ექიმის დახ. ხო და იმის თქმა მინდა რომ უფასო, ძალიან უფასო ჩემთვის არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, ვინც იტალიაში ხართ და იტალიაში უნდა გაიკეთოთ, თუ ჩემსავით არ მოიქცევით სიტყვაზე და სარეაბილიტაციო ცენტრში გადახვალთ, მე ეგ ჩემი გადაწყვეტილება იყო და მე მაგიტო ვიხდი ახლა ამ ფულებს, თორე შემეძლო ეგ ყველაფერი მქონოდა უფასოდ. ანუ
სარეაბილიტაციო ცენტრი მერე არის უფასო. ზოგი იქ არ შეგიძლია 2 კვირა იყოს, შეგიძლია 1 თვე. 1 თვე არის საერთოდ სარეაბილიტაციო. არის ისეთი, რომელშიც უფრო ცოტა მაღალი რანგისაა და ძვირი ღირს და დაფინანსება სრული არ აქვს და რაღაცა განსხვავება სიხდი. ანუ ჩემი მული იყო, სადაც ღირდა 75 евро დღეში და 50 უფინანსებდნენ და 25 სიხდი და თვითონ, მაგრამ არის საერთოდ უფასოები. მე შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით, იმიტომ რომ იმის გამო რომ 1 საათი, დღეში 1 საათი ვარჯიშები გამიკეთონ, იქ უნდა ვიწვე ვეგდო უაზროდ და არ მინდოდა ვერც სახში მერჩინა რა. ხო და იმის თქმა მინდა რომ თუ ვინმე ხართ აქ მეთქი და მე გაიკეთებთ ოპერაციას და ისე იცოდეთ რომ რეაბილიტაციაც უფასოა. ეგ კარგი. ეხლა 1-2 სიტყვა რო არა ვთქვა ამ ვაშლის ძმარზე გული გამისკდება იცოდეთ რა. არ მითხრათ ეხლა ვის რა შეგაინტერესებთ, ძალიან გეხვეწებით, ძალიან აქ თხოვთ, ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ, ვინც ახართ ფანატები, შეყვარებულები იმ გოგოზე ვამბობ TikTok-ზე, ალბათ უკვე ყველა მიცით, არ ვიცი, მთელი საქართველო იჭყება ვაშლის ძმრით და თითქოს ეხლა გამოჩნდა და თითქოს ეხლა აღმოაჩინეს და მე 90-იან წლებში ვსვავდი ვაშლის ძმარს და ზუსტად 2 კვირაში საოპერაციო გავხდი. რაც ჩემ თავს არავინ არ გამოხტეთ. მაიცა, მაგას მე გეტყვით გამოხტომაზე. რაც შეეხება, თუ ვინმე სვავთ, მისდევთ ამ სოფო ქვია გვარი და მავიწყდა და არ ვიცი რა გვარია. ქუთაისელია მე მგონია და დაახდუნებს და მე თქვა რომ არა გატყუებდით, ეგ უბრალოდ მისესად მოვიდე რომ წონასაკლებს, იმიტომ რომ თქვენთვის როგორმე ისა მე ბიძგი მომეცაო რომ დაგელიათო და ბევრმაო წონის დასაკლებად დაიწყეთო და გაჯანსაღება მიიღეთო. უწერენ მე ამაზე მიშველა, მე აი ძმარი დავიწყე და 3 დღეში სახსრების ტკივილები გამიქრა და ხერხემალი აღარ ამტკივა და ხალხო, ხო კარგად ახართ. ხო არაფერი დაემართა ამ ხალხს ნეტავ ჩემთვის ავფიქრობ. სახსრების პრობლემა რო გააქვს. რანაირად გაგიქრო ვაშლის 1 კოვზი, ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის დალევამ. კარგით რა, გეხვეწებით რა. არ არსებობს არანაირი პანაცია, არც წონაში დასაკლებად. 5 კილო მაქვს დაკლებული, რაც ოპერაცია გავიკეთე. 5 მინიმუმი რა. დილასაც გავაკონტროლ. არაფერი. არსებობს პირის მოკუმვა. ხო, რაც შეეხება წონისკლება, კიდე ერთი ქალია გერმანიაშია ის ქალი და კოლაგენს ასვავს, კოლაგენს და უხდის მადლობებს ამ წარმომადგენელს, რომ შენ გაიხარე და მადადამე კარგა და ეს რა არის კოლაგენი და რა თქმა უნდა. განა იმიტომ რომ კოლაგენი არის პანაცია და ახდუნებს, არ ახდუნებს. ამდენი უმეცრება უკვე აღარ შეიძლება ხალხო. კოლაგენი რა არის? იცით ვინმე კოლაგენი, ხო იცით რაც არის? კოლაგენი არის ჟელე, ჟელატინი. ამ კოლაგენის კაფსულას რო გადაყლაპავ და კუჭში გაიხსნება, კუჭს გივსებს და სიმარცღრის შეგრძნებას გიჩენს. ანუ ნებისმიერი როგორც გაძლევს იმის სენსაციას აძლევს კუჭი ტვინს, რომ არაშია. განა იმიტომ რომ არიქა და კოლაგენი ახდუნებს. არა, უბრალოდ აღარ აჭამს საჭმელს და ის გახდუნებს. ეს ბადები, ეს ამდენი ბადები, ეს ამდენი კოლაგენი, ეს იმისთვის, ეს ამისთვის. საკვები მიიღეთ, მაგ ფასისა, რასაც ბადებში ყრით, აი ფარულავა რო ერთ დილით 15 ტაბლეტს ავსვავო დილითო და მაგიტო ვარო. მაგიტო კი არ არის, აი ცხოვრებას ეწევა ბატონო. არაფრით არ ისტრესება, თავის თავს სულის და იმიტოა ასე თორე. ჯერ ერთი მე რომ მკითხოს ძალიან 30 წლისას მაინც არ აკავს, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. და იმ ყველაფრით არის რიციც არის თორე ეგ ტაბლეტები რო რამე საშველოდეს, კარგი თქვენი ჭირიმეთ რა. ამდენი ქირურგიული, კოსმეტიკური ოპერაციები კი აღარ იქნებოდა ბადები რო შველი. მაგას თავი დავანებოთ. ეხლა დავბრუნდები ვაშლის ძმარს. რა შეეხება? ხო, წონისკლებაზე კიდე ნურავის გექნებათ ნურაფრის ილუზია რომ რამეს დალევ, ეხლა კიდე რუსეთშია რაღაცა ნემსი გაიკეთებენ, ოღონდ თელის ცოცხლე უნდა იკეთო ის ნემსი და წონასაკლებს და მოკლედ რომ არ ვიცი ეგენი მე საერთოდ ძალიან წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი მედიკამენტური ჩარევისა
წონას კლებასთან დაკავშირებით. ბოლო-ბოლო ეს ბარიატრია და ის ხო არის რა, ეგ კი. და მაგაზეც მე სიფრთხილე უნდა ისევ აკრეფავენ წონას, მაგასაც თავს დავანებებ ახლა. მაგრამ წონის კლებაზე ერთადერთი არის კვების კონტროლი. არ უნდა ჩავცეცხლოთ ბევრი და არ უნდა გამოვიბესკოთ. მორჩა დამთავრდა. არაფერი, სხვა არაფერი არ აშველის წონას და ის ვინც მიდრეკილი ვართ, ხო? თელი სიცოცხლე ვერავინ ვერ აკონტროლებს. იკლები, მატები და იმიტომ არის მე ოპერაცია, რომელიც არის დღეის მდგომარეობით ჩემთვის, ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი. ხო და ისე ნორმალური ადამიანებისთვის, ვინც არ არის მიდრეკილი და უბრალოდ მოხდა და მოიმატა რამდენიმე კილო, რომელიც მთელი სიცოცხლე ერთ წონაზეა დაახლოებით თამაშობს რამდენიმე კილო, იმისთვის ძალიან ადვილია მოკლება, ძალიან. მთავარია გააკონტროლო კალორიების დეფიციტი, ეს ყბადაღებული კალორიების დეფიციტი მართალია, სწორია და ნამდვილად ასეა. ასე რომ არ გინდა დათვლა შეამცირებლობები, ერთი კარგი ის არის, ერთს გადავაწყდი. ბიჭია, არ ვიცი ვინ არის, რუსულენოვანია და ივანა თქვა კაცო, ვერი თulit-ო ამასო, გინდათო წონაში დაკლებაო, ვერი თulit-ო ჭამე, რასაც ჭამდიო. ჩამოაკელიო, შეხედეო, არ იკლებო, კიდე ჩამოაკელიო, კიდე და რო დააწყობ, რო უკვე იკლებო, იმ დოზაზე დადექიო. არ უნდა მიუდგეთ არაფერს დრასტიკულად, როგორ არის ქართულად, აი უკიდურესი რაღაცა ზომებით რა. იმიტომ რომ უარესად ავსტრესავთ ორგანიზმს. კაი, მაგ წონასაც თავი დავანებოთ, ეხლა მე მაგაზე იმდენი ხანი შემიძლია გესაუბროთ, მაგრამ აზრი არ აქვს, ყველას თავისი მაინც აზრი და მეთოდი აქვს. რაც შეეხება, ხო, რაც თავარია კიდე ყველა ჭარბწონიანი რო იკლებს მე 10 კილოს და დაანებებს შეწყვეტავს ამას, სწორი კვება ძალიან ისეთი ბრახა-ბრუხა საუბარია. ყველას არ შეუძლია ეს ეგრეთ წოდებული ვინ რას ეძახის სწორკვებას. ყველას ორგანიზმი თავისებურად რეაქციებს, მაგალითად სწორი კვება ბოსტნეული რო დაუნიშნო, არაფრით ორგანიზმი არ იღებს და არის სიტყვაზე ხორცზე არის კარგად და არც იბატებს, იკლებს და კარგად არ გაიტანზე ვარ. ზოგისთვის როგორ და ზოგისთვის როგორ და ეს სწორი კვება და მაინც ბროკოლი რო უნდა ჭამო, მაინც ის რომელიც შენ ორგანიზმს არასდროს არ მიუღია და არ იცნობს, ვისაც შეხედეთ გარკვეულწილად რაზეც ხელი მიგვიწვდება, ის ბოსტნეული ვჭამოთ, ბროკოლი რა, ბროკოლში რო ფული არ გადაიხადო, კომბოსტო გაცილებით არანაკლებია, არანაკლები. თუ კომბოსტოს დავამჟავებთ, უკეთესი პროდუქტი არ არსებობს კიდე და ასე შემდეგ. მე იმის თქვა მინდა რომ აი სად არის მაგის ფული და აი სად არის მაგისა დავანებოთ მაგას თავი. მივირთვათ ის რის შესაძლებლობაც არის, ოღონდ ზომიერად და ყველაფერი, აი როგორ ვთქვა რა, რომ ყველა ცილა, ცხიმი არის ძალიან აუცილებელი რამე. აი მე ხა მაგაზე ლექცია გამომივა და მოდი თავს დავანებებ. ხო და რაც შეეხება აშლის მას უნდა მოუბრუნდე, იმიტომ რომ გული გამისკდება რო არა ვთქვა. ხალხო და იმ სოფოს მე ვერ მივაწვდენ ხმას. 1-2 დაუწერე კომენტარი ძალიან კულტურულად, ძალიან მოზომილად და ძალიან და მე მგონი დამბლოკა. იმიტომ რომ როდესაც როგორც კი რამე ისეც არა ის რომ ადამიანი უაზროთ ლანძღო, უბრალოდ ვუწერ იმას რომ იცი რა, მოდი ცოტა ფრთხილად, იმიტომ ნუ მოუწოდებ ძალიან ყველას, იმიტომ რომ ხდება რაღაცა შემთხვევები, რაც მეც შემემთხვა და რაც გინდა. გაუწიე რეკომენდაცია, ოღონდ რაღაცა ისეთი დოზით რა და ან კიდე მიეცი ისიც რომ აი შეიძლება ასე მოხდეს და გაიკონტროლე თავი ამაზე და იმაზე და რამე. არა, სექტაა ჩვეულებრივი, ხო და იმ სოფოს მე ვერ მივაწვდენ მეთქი ხმას და რა ვიცი ხლა ვის თქვენ ვისად მიგიწვდებათ ხმა, მაგრამ კიბოიანებს თავი დაანებეთ, ყველამ. კიბოიანებს ძალიან აკთხოთ, თავი დაანებეთ, ნურაფერს, ნუ ურჩევთ, ნურც შარდის დალევას, ნურც სხვადასხვანაირ მცენარეულ ნაყენებს, კი ბატონო, დალიეთ, დედაჩემი ყველაფერს ასვავდა, ყველაფერს აკეთებდა, რასაც ასწავლიდნენ, რასაც გაიგებდა და რასაც ყურს მოკრავდა. კი ბატონო, მაგრამ რაც მედიკამენტოზურად გაქვთ დანიშნული მკურნალობა, ის რომ კიბოიანს ვინმე მოუწოდებს, რომ თავი დაანებე ქიმიოთერაპიას და დალიე ვაშლის ძმარი,
ციხეში დასაჭერი მე ჩემ პირადად ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. დასაჭერია უბრალოდ რა. თუ მეტიც არა კიდე. იმიტომ რომ დაანებეთ კიბოიანებს თავი, ურჩევთ, არა დაიწყე, იმას კიბოზე უშველა. ვაშლის ძმარმა კიბოზე როგორ უშველა? ან რა იცით რამდენნაირი კიბოა? რამდენი ადამიანი ცავართ, იმდენნაირია. რამდენი მე უამრავ ლიტერატურას ვიძიებ, უამრავ ვკითხულობ, იმიტომ რომ ვთვლი რომ რაღაცა საკითხი თუ გინდა რომ რამენაირად იცოდე რა, რაღაცნაირად მიუდგე და ან ებრძოლო და ან იმეგობრო, უნდა შეისწავლო. აქედან გამომდინარე. დალიეთ ვისაც გინდათ ეგვაშლის ძმარი, გიშველოთ რაზეც გინდათ ზოგწნევა დაუწია, ზოგწნევა აუწია, ზოგი სასწრაფოში წაიყვანეს, წერენ მასეთ კომენტარებსაც, რომ მე აგე სასწრაფო გამოვიძახე, იმას ყელი ჩასწვა, ამას იმსუყო, იმას პროსტატა მოურჩინა. კიბოიანებს თავი დაანებოს ყველამ. ძალიან ბევრი დროზე ადრე კვდება, იმიტომ რომ ანებებს მკურნალობას მედიცინის, ტრადიციული მედიცინის დანიშნულ მკურნალობას ეს იქნება ჰორმონალური, ეს იქნება ქიმიო, სხივები, უარსაც ცხადებენ და გადადიან ვიღაცის რჩევით, რაღაც რჩევა მიცემულ რაღაცა მკურნალობაზე. ეგ გააკეთეთ რაც გინდათ. დალიეთ რაც გინდათ, მაგრამ აუცილებლად მკურნალობას თავი არ დაანებოთ. მე რაც შემეხება ერთი კარგი ამბავიც ამაქვს, რა ვიცი თუ იმეს გაინტერესებთ გეტყვით, ჩემი კიბოს მარკერი 1 წელი მეტი არ ჩამოდიოდა პირიქით, მე მგონი 1-2 დაიწია კიდე, ნუ 2 არა 0 რაღაცით. და ეხლა ძალიან არის ჩამოსული. გუშინ წინ ვიყავი კონტროლზე ონკოლოგთან და მოკლედ ძალიან კმაყოფილი დარჩა, ძალიან და მე პირადად, რომელიც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ეხლა რასაც ვიტყვი იმის მიმართ, თუ ვინმესა გაქვთ რაიმე სიმსივნური, თუ ვინმეს გაქვთ დიაგნოზი და ჩემ გზას ვინმე გადის, ძალიან აგთხოვთ. შაქარი ამოიღეთ. შაქარი და ტკბილეული და თეთრი პური, თეთრი ფქვილი, რა ვიცი, ნამცხრები, ეგეთი რაღაცეები, აი ამოიღეთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიშველა მაგან. მე უმიზეზოდ არაფერი არ ხდება ბუნებაში, ხალხო, აი არაფერი არ ხდება. ოპერაციის მერე გიჟივით ვჭამდი ტკბილს. მე არ ვიცი, არა ვარ ძალიან ტკბილის ჭამ, მე წონა მაქვს, იმიტომ რომ მიყვარ ცომეული, მარილიანები, ხორცი, ეგეთი რაღაცა, მაგრამ რო გითხრათ, რომ აი ტკბილზე და იმაზე ვგიჟდებოდი, არასოდეს არ ვიყავი ეგა. ოპერაციის მერე გიჟივით მინდოდა, აი მთელი დღე მინდოდა ტკბილი მეჭამა, არ ვიცი ეგ რა იყო. და არაფერი არ ხდება ბუნებაში უმიზეზოდ ეტყობა. რატო გამომიხდა მე ეს შაქარი? შაქარი ტკბილის ჭამით არ ემართ, დიაბეტი ტკბილის ჭამით არ ემართებათ, ეგეც მითია და არ დაიჯეროთ, ეგ მაგას კიდე სხვა მიზეზები აქვს, მაგას თავი დავანებოთ, მაგრამ ეს შაქარი რო აიწია, ეგ მე ჩემმა ორგანიზმმა ეტყობა, ეგეთი სიგნალი მომცა, რომ საჭირო იყო შაქრისზე უარის თქმა, ოღონდ დიაბეტისთვის კი არ იყო საჭირო. საჭირო იყო იმოხერი დაავადებისთვის. მე ვფიქრობ, ექიმს რომ უთხარი, რომ ნუ იცოდა რა, მაგრამ ეხლა კიდე ხო უთხარი, რომ მეთქი არანაირი შაქარი, არანაირი ხილს ძალიან ცოტას ჭამ, ვაშლი, მანდარინი, ეხლა მარტყვი შემოვა და კენკროვანებს ხო ჭამ, გაყინულსაც ავჭამ და ისა მარტყს უშაქროს რა თქმა უნდა და ზაფხულში სასამთროს ავჭამდი ხოლმე ერთ პატარა ორნაჭერს რა. ხო და არა სხვა ხილს ხელს არ ვადებ, არაფერს არ მივირთმევ. და შაქარი საერთოდ ამოვიღე, პასტას არ ავჭამ, აი კვირაში ერთხელ ეხლა ან ხო ან არა, ეხლა დღეს კვირაა და ეხლა ვფიქრობ, რომ ჭვავის ფქვილით უნდა მოვსილო პატარა ცომი და პასტა გავაკეთო ერთ ჩემთვის რა გამოვა ვნახოთ. ხო და თუ არ დამეზარა.
ხო და იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი ეგრო ექიმს რო უთხარი რომ მეთქი აი არა გაყოლებული მიყოლ მე ვთხარ მართლა ექიმ აი შაქარი არაფერი ნამცხვარი ტკბილეული თუ რამე მომინდა რომ ნამცხვარი მინდა არის ხოლმე ხანდახანდა იმ სტევიათი ფიქრიას გამოგზავნილი შოკოლადიანი სტევიათი ანისე სტევიათი აი ბლინივით რაღაცას გავაკეთებ თხელბლინებს ხოლმე და გადასარევად როგორ ვთქვა მიცვლის ნამცხვარს ხო და ექიმა მითხრა რომ სენიორაო სახეს არ მეწყის ეგო ძალიან დიდი პროცენტი გარანტია გვაქვს რომ აღარსად გამოვიდეს კიბო სიმსივნეო რა როდესაც შაქარს აღარ აწვდიო იმიტომ რომ ეს კიბოს უჯრედები იკვებება შაქრით ტკბილით კი არა შაქრის შემცვლელი შეგიძლიათ მიირთვათ. ეგეც ნუ რა ვინმე მოგატყუებთ მაგას, რომ ტვინი აღიქვამს სიტკბოს მაინც სიტკბოთ და მაინც ისვრის ინსულინს, ნუ რა ვინმე მოგატყუებთ. ხალხო, იმდენი ჩემით არ გეუბნებით. ინფორმაციები მაქვს ძალიან ბევრი მოძიებული. დამატკბობლები, შაქრის შემცვლელი, განსაკუთრებით სტევია, ყველა არა, რა თქმა უნდა, ეხლა მე მგონი არ ვიცი, კიდევ მეორე ასპარტამი აიკრძალა, მაგრამ მე მაინც ყველაფერს ვაკონტროლებ, რომ ასპარტამი არ იყოს. ხო და ძალიან შველის ეგ შაქრის შემცვლელი და შეგიძლიათ მიირთვათ ყავას ახლა მაგითი ვსვამე და თუ რამის დატკბობა მინდა მაგით ვატკბობ მაგრამ ეგ შეიძლება ეგ არ არის შაქარი და ნუ რა ვინმე მოგატყუებთ რომ ჩვეულებრივ ეგეთ შაქარი არ არის ეგ მინდოდა მეთქვა რომ დაანებოს ყველამ თავი კიბოიანს ტვინი არ უღრძონ და ვისაც კიდე გვაქვს ეს ამბავი აუცილებლად ხალხო გეხვეწებით ექიმის დანიშნულებას არ გადაუხვიოთ პარალელურად რაც გინდათ ჭამეთ სვით რა ვიცი მე მაგრამ აუცილებლად კურნალობას არ გადა ყოველ მისვლაზე ექიმი მეხვეწება მირაკომანდო არ დაგავიწყდეს წამლის დალევა. არა, ექიმობებნები არ მავიწყდება, არც ერთი დღე არ მავიწყდება და ასე რომ მაგის თქმა მინდოდა მე. თან ძალიან მინდოდა. ეხლა რა ვიცი, საჭიროა 20 რა მაგ ხალხო, მაგრამ ისა ხან არ მინდა ხოლმე ზედმეტად, ხან რა ვიცი როგორ გითხრათ რა, ხშირად რო არ მოვდივარ. ყოველდღე რო არ ადებ ვიდეოებს რო არ არის ყოველდღიური ვლოგები თქვენ უკვე ვეღარ მომდევთ ჩემ ცხოვრებას არ ადევნებთ თვალყურს ყოველდღიურად ხო მე გროვდება ბევრი რაღაც მოსაყოლის თითქოს რაღაცა მაგრამ მე უკვე ფიქრობ არავის აღარ აინტერესებს ეგ შენი ყოველდღიური ცხოვრება და როდესაც ყოველდღე დებ და ყოველდღე ეგ სხვა რამეა არა მაქვს ნერვები ქართულ ბლოგერებს დიდად არ უყურებ მანანას უყურებ ხოლმე ყოველდღე თუ არა დღე ჩაგდებით მაინც და ხალისობ ხოლმე მანანასთან მაინც მანანა მოგიკითხავ ხო და ისა გული მიხარდება ხოლმე ეხლა რაც თოვლი მოვიდა და სადაც გადავაწყდები ვინმეს თოვლიან ვიდეოებს გიჟივით უყურებ და როგორ მინდა თოვლი არ იცით არავინ ხო და ეგრე ასეთ დღეში ვარ რაღაცებს ვსკროლავ რაღაცებს ვაკეთებ რა ვიცი რას ვაკეთებ რა სახში დავფლეჩუნობ ეგრე რაღაცას ხო და ესე დღეს დილით ადრე არავდექი არაფერი საქმე არ მაქვს ბატონო სადილი გუშინვე მოვამზადე დღეისთვის ბოლონეზიური და მზათარი და ვიკოტრიალი რა გითხრათ აფეთქდა ის გუშინწი საღამოთი დიდი ისა ქონდა ომი და გამიშ ჩემი ძმაც მეუბნა რატო არ მირეკავდა რატო როდის ღალდა და მირეკე ვაიმე ვეუბნებით აზო აი რანაირად თქვა ეთყობა შენელებული ტემპი რომ მაქვს რო აღარ ამყოფნის მართლა გეუბნებით აი როდის იყო პარასკევს დილით ავდექი თან დამავიწყდა მეგონა რომ 10-ზე უნდა ყოფილიყავი ფიზიოთერაპიაზე და თურმე 9-ზე იყო და არიქა როგორი გავწვიდით მე იქიდან გამოვედით და მე და ჩემი ქმარი ბარში დავსხედით აქ ჩემ ბარში ცოტა ხანი დავსხედით და ყავადავლიეთ ცოტა ხანი გავიყვანეთ დრო რაიჰუიზე ჩავსხედით მანქანაში წავედით ქალაქ ბარში იმიტომ რომ ონკოლოგთან მქონდა პირველ საათზე ვიზიტი იქ მოვისაქმეთ
წამოვედით სახში, ვისადილეთ, დავეყარენით ცოტა ხანი 1 საათი დავისვენეთ და მერე ავდექით ბატონო გასყდა ის ეკთანი უნდა მოსულიყო, ძაფები ამოეღო და გასყდა სანამ ეკთანი მოვიდო და გასყდა თუ აფეთქდა თუ რა ვიცი როგორ გითხრათ არ ვიცი ისა კალონკა, გაზის კალონკა, წყალი დოღარი ასხავდა ყველა მხრიდან, აბა დაურეკა მან იმ ხელოსანს და ივან უთხრა გვერდზე ახლო ქალაქში იყო და მალე მოვიდა ღმერთმა უშველოს უცება მისი მობილია და უარს ხო არ ეთყო და თორე ვინმე დაგიკიდებდა ხო და იმას უტრიალებდით სანამ ის ჰიდრავლიკი იყო და დარბოდა ეს კაც წინ და უკან მოვიდა ეკთანიც ახლა ეკთანი ამ ჩემ მუხლზე იყო სანამ წავიდა ის გახდა საღამოს 7 საათი იყო თუ რა და მოკლედ აი ხან მე მაგ დილით ფიზიოთერაპია ხან ინოჩენტეს. ეხლა ორ შაბათს მე მაგ სამ შაბათს ინოჩენტეს აქვს. ინოჩენტე იკეთებს ხერხემალზე, დისკზე, მაგრამ იძახის რომ ტყუილია დიდი არაფერი. თავიდან იძახდა კაი შველა მაქოდა. ეხლა იძახის დიდი არაფერი არ არისო. რა ვიცი არ ვიცი, თვითონ გადაწყვეტავს მაგას, მაგრამ ნუ კაი ნეიროქირურგი კი უნდა ეგ ვიცით. ხო და იმის თქმა მინდა რომ რაღაცნაირად აი ესე ვართ რა, ხან ისია რომ არაფერს არ ვაკეთებ, წამოწოლილი ვარ, მაგრამ არც არაფერს გაკეთება, ანუ არც მინდა აი ტელეფონში ხალხო მესიჯებს როდისავ პასუხობ ნეტა იცოდეთ, როდის. დღეები რო გავა და მერე. ხან ესა დამავიწყებ, არა და წაუკითხავი მესიჯები მუქათა ჩანს ხოლმე მე მგონი და მაგითა ვხვდები რომ არ გამიხსნია ის მესიჯი. ხო და ეგრეა ჩემი საქმე, მოკლედ რა, ნერვი არა მაქვს. ეს 2 დღეა პარასკევის მერე რაც გავიგე რომ კიბოსთან დაკავშირებით უკეთესობა მაქვს არა ცოტა ხასიათზე ვარ თორე მანამდე მქონდა დეპრესიასაც ვერ დაარქმევ იპოქონდრიას ვერ დაარქმევ ყველაფრის ნაზავი მქონდა უფრო აი აპათია რაღაცა მენეშრეგიზმი როგორ არის ეს ყველაფერი კიდია აი დეპრესია ბარაჯანდაბა. ხო და აი მასეთი მდგომარეობა რო გაქდა ყოველ წუთში რომ შენ თავს ძალასატან რომ რაღაცა ელემენტარული გააკეთო. რომ საწოლიდა რომ მაინც ადგე რომ ის მაინც გააკეთო. ეს ერთი ძალი თქვა მოვარდა. ეტყობა ის გოგო ისე წმენდავდა რომ გაქლიშდა. ხო და ეგრე ესეთი მდგომარეობა და ეხლა ეს 2 დღე არის რომ კარგ ხასიათზე ვარ რა მიუხედავად ყველაფრისა რომ ეს მუხლი ტკივა და ხო და ასე რომ ნუ რა ვიცი ნუ შეგეშინდებათ ძალიან ცუდი ოპერაცია არის როგორც ამიხსნეს მუხლისა უფრო რთულია სარეაბილიტაციოდ იმიტომ რომ ორივე ძვალშია ზემოთ ქვემოთ ძვალში ორივე ძვალი არის ჩართული ანუ პროთეზი ორივე მხარეს არის შეყვანილი და თეძოსი რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს თეძოს რეაბილიტაცია გაცილებით იოლია იმიტომ რომ ეს ერთი მხარე აქ საფენსაც უკეთებენ თუ ჭირდება თურმე და მარტო ძვლის ერთი მხარეშია შეყვანილი პროთეზი და ამ მუხლის შემთხვევაში ორივე მხარეს ძვალშია ანუ ამ ბარძაყის ძვალიც და წვივის ძვალიც ორივე ძვალშია შესული და ეხლა ძვლის ტკივილი კიდე მოგეხსენებათ ძალიან ცუდი რამეა ამიტომ მეტი გზა არ არის რა რეაბილიტაცია ასეთი ამბავია კიდევ ვიმეორებ რომ არ არის შეიძლება მე უფრო მე ჩემი დანაშაულის იყო რომ ძალიან იოლად ვუყურებდი მეთქი ყველას აგაკეთებდი და რა არის ესეთი აფერი არ არის და აბა უცებ გავიკეთებ და რასაც არ მოელოდი და მე აი მოლოდინი რომ მქონოდა რომ ეს რთულია და მზად ყოფილიყავი ხო ეგ შეიძლება უფრო გამიადვილდებოდა და ეს რაღაცნაირად ცუდად მოვემზადე რა ამიტომ გეუბნებით რომ რეალურად არ არის იოლი ოპერაცია არ არის გასეირნება და ისა რა ქვია რაღაცა ისეთი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისაც გჭირდებათ კიდევ ვიმეორებ რაც უფრო მალე გაიკეთებთ უფრო ყველაფერს ადვილად გადალახავთ ანუ იოლად ნაკლები ტკივილებით ნაკლები ტანჯვით და უფრო ჩქარა აღიდგენთ რაც უფრო მალე გაიკეთებთ მე ხლა ხო იცით ქალი რო იმშობიარებს ხოლმე და იტყვის მორჩა მე აღარ მეორეს აღარ გავაჩენო და მე შეიძლება 6 კიდე გააჩინოს ხო იცით ხო და ეგეთი ვარიანტი მე ხო ამობდი აბაბაბაბა ნეტა
ღმერთსაც ხოლმე თქვი რომ აი კიბომ უფრო მალე მომკლეს რომ მეორე მუხლზე არ დამჭირდეს. არა და ამბობენ რომ ესო თვალებივით არისო ერთზე თუ გაიკეთებ მეორესაც დაჭირდება აუცილებლად და ხო და ეხლა ვფიქრობ რომ მეორეს არ მივიყვან თუ სიტყვაზე და რა თქმა უნდა რავი დაჭირდება ალბათ თუ არ მოვკვდი მანამდე. ხო და თუ დაჭირდა აღარ მივიყვან იმ დონეზე რომ ამ მუხლივით იყოს ჩაოხრებული რომ შიგნით ვეღარ აწყობდა მერე ექიმი ვეღარ აწყობდა სად რა იყო. ამას მეორეს აუცილებლად ძალიან დროულად გავიკეთებ როგორც კი მეტყვიან რა. აღარ დავიწყებ იმ იალურონის მჟავის რა ქვიან ნემსებს და ინფილტრაციებს და ამას და იმას აღარაფერს აღარ გავაკეთებ. ეგრევე ვეჯახები ოპერაციას. ვეტაკები და ეგ იქნება. ვფიქრობ რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება დროულად. საერთოდ ყოველთვის ვამბობ რომ მე დიდად არ ვარ ის ადამიანი რომელიც ხო არიან ადამიანები რომლებიც პატარა რამ წამოსწკიდათ გამოკვლევები ანალიზები ყოველ რაღაც თვეში ანალიზები იმ ექიმთან უნდა მივიდე გავყო მე არა ვარ ეგა არასდროს არა ვარ არასდროს არ ვიყავი და ეს ძალიან არ არის კარგი განაიმას ვამბობ რომ კარგია მაგრამ ჩემთვის აი როგორც წესი დაკანონებული არის რომ როდესაც საჭიროა დროულად ქირურგიული ჩარევა. ეს ჩემთვის არის რომ ყველანაირი პრობლემის დროული მოგვარება ჩარევა. ის რომ კურნალობა, ჰაი, ჰუაი, ძალიან ნაკლებად ამჯერა ეგენი რა. კიდევ ეს ჩემი აზრია, მე კი იმას არ ვამბობ, რომ ყველა ასეთი უნდა იყოს, არა, ყველა თავისებურია. ჩემო კარგებო, წავედი ახლა მე. მივხედავ, რას მივხედავ, მეც არ ვიცი, მაგრამ ისა ძალიან მინდა რომ ვცადო 100 გრამი ფქვილი რომ წავსილო იმით რა ქვია. ჭვავი, შვრიის ფქვილი მაქვს. შვრია. 3 ევროღის 900 გრამი და ჩვეულებრივ რუხი ფქვილს რო ვაცხობ, პურს ჩემთვის ხო ვაცხობ და იქ ვურევ. ცალკე მარტო არ გამომიცხვია, არ ვიცი, მაგრამ ვურევ ხოლმე. მესამედი ვურევ მაგას, რომ კიდევ უფრო დაწიოს ინდექსი. გლიკემიური, როგორ ვთქვა, ხალხო, არ ვიცი რა. ნახშირწყლებიც დაწიოს და შაქარიც. მოკლედ ეგრე. ხო და ასე, რა ვიცი, რა გითხრათ. მე ბრძოლა, რა ვიცი, ხმალამოღებული ბრძოლა, ალბათ არაფერზე არ ვიცი ხოლმე, მაგრამ ის რომ ეხლა იმიტომ რომ სანამ ვიცოცხლებ, ცოტა ნორმალურად ვიყო და არავის დავაწვე, აი მაგას ვიბრძვი რა. რომ ძალიან ძნელი რამეა სხვას რო ტვირთად დააწვევი. ძალიან რთულია ჯერ საერთოდ არა ვარ მაგას მიჩვეული და მე კიდე ეხლა ან ვის დააწვე ეს ჩემი ქმარი იქეთ არის ისა რა ქვია ვისახედი და ამან ჩემმა ქმარმა ეხლა აი ამ პერიოდში არ ვამბობ მკერდის ოპერაცია და კიბოს არა მაგ დროს გმირობას ვერ დავარქმე მაგრამ ეხლა რაც ეხლა ამან შეძლო და ამ ასაკში და ამ ტკივილებით რაც ქონდა ხერხემალზე თვითონ და შეძლო და ეს პერიოდი რა ეს რთული ჯერ ერთი თვე არ არის მაგრამ გადავიტანეთ ხო მართლა გმირობის ტოლფასი იყო იმიტომ რომ არ არის მიჩვეული არც რაღაც ისეთ თავის მიხედვასაც არ არის მიჩვეული და ამ დროს მეც მისახედი ასე რომ ნელა გადავლახეთ და გადავლახავთ და გადავივლით ამასაც კიდევ ვიმეორებ ღმერთს მადლობა რომ ეს გოგო მოდის და მეხმარება ღმერთს მადლობა რომ ერთმანეთსაც ვეხმარებით და რაღაცნაირად ახლა აქ უყურებ ის შარვლები გააუთოვა გუშინ იმ გოგომ და უნდა დავაბინაო ხო და რაღაცებს მეც ვაკეთებ რა ნელა ექიმა მითხრა რაც კიდე გააკეთე მარტო არ წაიქცეო ხო და აჰა ვცდილობ რომ არ წავიქცე ხო და ასე ჩემო კარგები წავედი ახლა მოვედი დაგენახეთ მოგიყევით ჩემი ამბები ვისაც გაინტერესებდათ რა თქმა უნდა
ვისაც არა და არც რა. დავრჩებით ისევ იმ მდგომარეობაში ყველანი. აბა თუ ავიხო. აჰა. ძალიან წავედი კი მინდა ძალიან, მაგრამ ადგომა არის ცოტა არ იყოს. ხო და მეუბნება ეს, რომ უნდა დავტვირთო ეს ფეხი, იმიტომ რომ რაც უფრო დატვირთა, უფრო მალე გაივლიო თუ გაჯანსაღდებაო თუ რა ვიცი როგორც არის. აჰა, დავდექი. რა ვიცი, ხა თქვენ შემატყეთ დაკლებული, მაგ არა მაქვს დაკლებული, მე ის ვიცი, რომ კაით 11 კილო მაქვს მოკლებული ზაფხულიდან. არა, აი ისიდან. დაახლოებით, ხო რა ზაფხული არ გამოდის. წავედი ხალხ, ყველას კიდევ ყველაფერ კარგს გისურვებთ. კოცნით, გეფერებით და თქვენიც თეხლა თქვენურად მოიქეცით. ვაიმე დედი, დაიცად. დავეყრდნო ჯერ. წავედი, აბა ჰე და აბა ხო ხალხ. აბა ჰე და აბა ჰოს მეუბნები ჩემ თავსაც.